ადამიანის სხეულში არის ყველა შეგრძნებები, უნდა იყოს ყველა შეგრძნებები და არის კიდევაც ეს შეგრძნებები, უბრალოდ ძალიან ხშირად ჩვენ ვკარგავთ კონტაქტს საკუთარ სხეულთან, იმიტომ რომ არ ვიგრძნოთ ეს შეგრძნებები, იმდენად პრობლემატური იყო, როდესღაც ეს შეგრძნება ჩვენთვის, იმდენად დიდი დოზით იყო და უკონტროლო იყო შესაძლებელია. გამარჯობა მეგობრებო, კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ისევ დამღებზე ვსაუბრობ და ტრადიციულად ყოველ 10-ში, 20-ში და 30-ში ახალი ვიდეო იდება კლასტერის YouTube არხზე, იმისთვის რომ გავაგრძელოთ ეს თემა და 12-ვე დამღა მიმოვიხილოთ. ეს ვიდეო არის ჩაწერილი დაკავშირების თეორიის ციკლის ვიდეოების ფარგლებში და თუ კი ეს ინფორმაცია თქვენ გაინტერესებთ, ჩემი რჩევა იქნება რომ მიყევით თავიდანვე ყველა ვიდეოს, იმიტომ რომ გარკვეული გარკვეული თანამიმდევრულობა სჭირდება ამ ინფორმაციის აღქმას და ბუნებრივია ყველა ვიდეოში ვერ გავიმეორებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაშინ ასე დამღები, ანუ შემწყუდავ რწმენა წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენ ცხოვრებას და ქმედებას შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში. დღეს ვსაუბრობთ მესამე დამღაზე და ამ დამღას ქვია გახდი სხვა. გადავალ პირდაპირ დამღაზე, აღარ ავხსნი თუ რას ნიშნავს დამღა და როგორ ყალიბდება ის. თუმცა ერთი გარემოება მინდა რომ აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ეს შემწყუდავი რწმენა წარმოდგენა, რაც ჩვენ ჩარჩოში გვსვამს ბავშვობაში, ჩვენთვის არის ნორმა. რანაირი რთულიც არ უნდა იყოს ეს გარემოება და რანაირადაც ასე ვთქვათ, ცნობიერად ის ნეგატიური არ უნდა იყოს ჩემთვის. არაცნობიერ დონეზე ის მაინც ყველა ვარიანტში ჩემთვის ნორმა იქნება. ადამიანი ფორმირდება და მისი ფსიქიკის ფორმაცია მიდის ოჯახში, სხვა ალტერნატივა მას არ აქვს. ანუ მისთვის ნორმა არის ყველაფერი ის, რაც ამ ოჯახში ხდება და მე მინახავს კიდევაც და ძალიან ბევრი кейსიც წამიკითხავს, როდესაც აბსოლუტურად არანორმალური ახლა გასაგებია გარემოებები იყო ბავშვის აღზრდაში და ოჯახში, რომელშიც იზრდებოდა, თუმცა ეს ადამიანმა მაინც შემდგომ გაათამაშა თავის მომავალში რაღაცას სახით, ანუ რაღაცნაირად გაიმეორა ეს ქცევითი პატერნი და ეს როლური მოდელი, მაშინაც კი თუ ცნობიერად ყველანაირად ამას ეწინააღმდეგებოდა. რატო? იმიტომ რომ მაინც იჯდა მის არაცნობიერში როგორც მოდელი და როგორც ნორმა. ამიტომ ხდება ხოლმე რომ თუ ეს ნორმა არის, მაშინ ყველა ვარიანტში ჩვენ ვეძებთ ცხოვრებაში ისეთ სიტუაციებს, სადაც ეს ნორმა აღსრულდება. ამიტომ გამოდის ხოლმე, რომ ადამიანი მაგალითად ერთი და იმავე ტიპის რაღაცა მანკიერ ურთიერთობაში შედის. და ეს მანკიერი ურთიერთობა ძალიან დიდწილად იმეორებს ხოლმე მისი მშობლების ურთიერთობას და ხშირად ვეკითხებით ხოლმე და მივდივართ იქამდე, რომ თვითონ საკუთარ ოჯახში გაიმეორა ან დედამისი ან მამამისი გააჩნია რა სქემაში იყო. მაშინ ასე გახდი სხვა არის დამღა, რომელსაც აქვს ერთი განსაკუთრებული გარემოება, არის ის, რომ ბავშვი მშობლების მხრიდან და აღმზრდელების მხრიდან არ იყო მიღებული ისეთი, როგორიც ის იყო, რომ უპირობოდ მიღებული არ იყო. და მას უყენებდნენ რაღაცა პირობას, რომელიც რაღაცა თვალსაზრისით ბავშვის აზროვნებაში დაჯდა, რომ თუ ის გახდება სხვანაირი, თუ ის მოიქცევა სხვანაირად, თუ მისი რეაქციები იქნება სხვანაირი და ასე შემდეგ, მაშინ ის იქნება მიღებული. ამიტომ შესაბამისად ეს არის გარკვეული ხარკი გაღებული ბავშვის მხრიდან იმისთვის, რომ მიიღოს სიყვარული და აღიარება და ეს ხარკი არის სხვანაირად ის, რომ ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც ის არ არის. ეხლა ესეთი რამ შეუძლებელი არის, ამიტომ ადამიანი ვერ გახდება სხვა. გასაგებია, რომ აღზრდობით პროცესში იქნება რაღაცა კორექციები, მაგრამ მის ბუნებრივ ენდემურ მონაცემებს ეს ასე წინააღმდეგობაში არ შეიძლება რომ მოდიოდეს აღზრდობითი, ვთქვათ, რაღაცა ნორმები მის შინაგან და თუნდაც გენეტიკურ პრედისპოზიციებთან, ხო? და ამიტომ ხდება აქ ძალიან ხშირად ბავშვის მოტეხვა და არა შეცვლა. სხვათა შორის ეს გახდი სხვა ძალიან კარგად ვაპრაქტიკებთ ხოლმე გაზრდულ მდგომარეობაშიც, როდესაც მაგალითად დაოჯახდება ხოლმე ან ქალი ან მამაკაცი და მოითხოვს მისი პარტნიორისგან, რომ ის შეიცვალოს, ხო? არასდროს არ თulis იმას, რომ თვითონ უნდა შეიცვალოს. ეს ნორმა არ, ყველაფერსაც თვითონ აკეთებს არის ნორმა, ყველაფერსაც სხვა აკეთებს არის ხოლმე კორექციის საფუძველს იძლევა ხოლმე და ამიტომ ყოველთვის არის ამაზე საუბარი. ხშირად ტრენინგებზე რომ მოდიან ადამიანები ამბობენ, რომ მე პრობლემა მაქვს მაგალითად ჩემ პარტნიორთან
იქცევა, ასე იქცევა, ასე იქცევა, ასე. მე ვეუბნები, რომ აქ არ არის შენი პარტნიორი. ჩვენ ახლა ვერანაირად ვერ ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს შენმა პარტნიორმა, ხო, რა უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი რაც შემიძლია, რომ ნახოთ შენ რას აკეთებ ამ შემთხვევაში. არასწორად, იმიტომ რომ მივიღეთ ეს პრობლემა, ხო? ამიტომ მოვითხოვოთ სხვისგან გახდის სხვა, ხშირად არის ხოლმე სწორედ ის მოდელი, რამოდენიც ჩვენ გვეჭდა ბავშვობაში. ისევ ხშირად არის ხოლმე ეს მშობლების ურთიერთობის გარკვეული ესეთი პატერნი რა. ხო, ნახოთ ახლა რა გარემოებები, რა მიზეზები და რა გამოვლენებები აქვს ამას. პირველი ეს არის აღმზრდელები, სოციუმი, ასევე შეიძლება იყოს. ბავშვს არ იღებენ ისეც, როგორიც იყო. მოითხოვენ მისგან სხვაგვარ აზროვნებას და ქცევის ნორმებს, ხო? ნუ თქვათ ახლა ძალიან მარტივი ასეთი რამ, რომ უშუალოდ დღეს მუშაობთ ესეთ кейსზე. რომ არის ბიჭი ოჯახში, ამ ოჯახში მოდელი, მაგალითად მამაკაცის არის რაღაცა სტერეოტიპული მოდელი. თქვენ გაგიკვირდება და ეს სტერეოტიპული მოდელი შესაძლებელია ისაც კი იმდენად მანკიერი მოდელი იყოს, მაგალითად ქუჩის ბიჭობა. ხო, აი და მამა მოითხოვდა თავისი შვილისგან, ასე ვთქვათ, ქუჩის ბიჭობას და ეს იყო მის წარმოდგენაში კაცობა. და ეს ბიჭი თვითონ ახალგაზრდა კაცი უკვე ხო არ იყო ასეთი ბავშვი ხარ არ აინტერესებდა ეს განგსტერული რომანტიზმი არასოდეს და მოდიოდა წინააღმდეგობაში მამის წარმოდგენებთან და ნუ ფანტასტიკურ რაღაცებთან ქონდა საბოლოო ჯამში რას ითხოვდა მამა მისგან მაგრამ ითხოვდა პირდაპირ იმას რომ ის არ ყოფილიყო ისეთი როგორიც ის იყო და პირდაპირ იყო მითითება რომ გახდეს სხვანაირი იმისთვის რომ მიგიღო რა თქმა უნდა იწყებოდა აქაც ესეთი პიროვნული ფაქტიურად მტრევა ადამიანის ხო აქ შეიძლება მარტივი მაგალითი ავიღოთ მაგალითად არ ვიცი ქალი რომელსაც უნდა რომ გახდეს მოჭიდავე მამაკაცი რომელსაც უნდა რომ ბიჭი რომელსაც უნდა რომ გახდეს მაგალითად მევიოლინე ხო და იმისგან მოითხოვენ რომ აუცილებლად პირველ შემთხვევაში რომ გახდეს არის მუსიკოსი ნაზი ქალი ასე ვთქვათ და მეორე შემთხვევაში რაღაცა ბრუტალური მამაკაცი ხო სპორტსმენი ან რაღაცა ასეთი ხო და ასეთი შეზღუდვები მინდის პირდაპირ არაძლევენ საშუალებას რომ იყოს ისეთი როგორიც არის ამ პირობით ის მიღებული არ იქნება მეორე გარემოება იმისთვის რომ მიიღოს სიყვარული და აღიარება უნდა გახდე ის ვინც არ ხარ გასაგებია ამ შემთხვევაში რა შეუძლია რომ გააკეთოს ბავშვს ჩვენ ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ბავშვს არ შეუძლია რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თავის ოჯახს ეს რეალურად წარმოუდგენელი არის ამ წინააღმდეგობის გაწევა არის ვთქვათ სეპარაციის ერთ-ერთი ნაწილი არის ხო ბავშვს სეპარაცია შეუძლია მხოლოდ არსებობს ესეთი ასაკი 24-26 წელი ანუ რეალურად ტვინის ფუნქციები მხოლოდ მაშინ არის უკვე ბოლომდე განვითარებული რომ ადამიანმა გააკეთოს სეპარირება თავის სიოჯახიდან თქვენ წარმოიდგინეთ რომ 18-16 წლიცაც კი ეს ფაქტობრივად შეუძლებელი არის მით უმეტეს პატარა ხა 3 და 5 წლის ბავშვი ვერ ჩაალაგებს ჩემოდნებს და ვერ წავა ვერ გაიგეტავს კარებს და თავის ცხოვრებას ვერ დაიწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას ამიტომ როდესაც ასეთი მოთხოვნა არის წაყენებული შვილის წინაშე ის რა თქმა უნდა ამას ექვემდებარება და ის ხდება ისეთი როგორც უნდა მის მშობელს, იმიტომ რომ მიიღოს ის გარანტიები, ის სიყვარულის აღიარება, რაც ვერ მიიღო იმ სახით, რა სახითაც ის შინაგანად იყო, ანუ როგორც ბუნებრივად იყო ეს ადამიანი. ნუ გვესმის ახლა რომ აქ ძალიან დიდწილად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ადამიანი იბადება რაღაცა ნიჭიერებით, რაღაცა მისიით, როგორც ვამბობთ ხოლმე. და ხშირად ეს გაუგებარია ბავშვობაში რა არის ეს ნიჭიერება. იმიტომ შეიძლება კლასიკურად ეს არ იყოს მათემატიკისადმი ან რაღაცა მაგალითად რომელიღაცა დარგისადმი, აკადემიური დარგისადმი მიდრეკილება. ამიტომ მშობლები იწყებენ მის გადაკეთებას და ვერ ხედავენ იმ ნიუანსებს, იმ სპეციფიკას, რა სპეციფიკაც აქვს ამ ბავშვს და არ უწყობენ ხელს მის განვითარებას იმაში, რაც მას კარგად გამოძდის და აინტერესებს. იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ ეს არ არის პერსპექტიული, ეს არ ვიცი, სწორი და ასე შემდეგ. ბევრი მაგალითი შეიძლება ახლა აქ იყოს მოყვანილი. ბუნებრივია იწყება მისი მტრევა. შემდეგ ესეთი ძალიან ცნობილი გამონათქვამები, როგორიც არის მაგალითად რომ კაცები არ ტირიან და ქალები არ ბრაზდებიან, ხო ესეთი მოარული ფრთიანი გამონათქვამები, რაც აბსოლუტური არანორმალურობა არის, უბრალოდ ნეიროფიზიოლოგიურად არის პათოლოგია. რა თქმა უნდა, კაცები ტირიან, რა თქმა უნდა, კაცებს ეშინიათ. მე მქონია ესეთი შემთხვევა მაგალითად, როდესაც მიმტკიცებდნენ ჩემს მსმენელები მამაკაცები რა თქმა უნდა რომ მათ არასდროს არაფრის არ ეშინიათ და ესეთი რამე არ არსებობს ეს ნიშნავს რომ მათ ისე როდესღაც ისე ძალიან შეეშინდათ
რომ ეშინოდათ. რომ უკვე ამ შეგრძნებასთან კონტაქტი აქვს დაკარგული რეალურად რა. ადამიანის სხეულში არის ყველა შეგრძნებები, უნდა იყოს ყველა შეგრძნებები და არის კიდევაც ეს შეგრძნებები, უბრალოდ ძალიან ხშირად ჩვენ ვკარგავთ კონტაქტს საკუთარ სხეულთან, იმიტომ რომ არ ვიგრძნოთ ეს შეგრძნებები, იმდენად პრობლემატური იყო როდესღაც ეს შეგრძნება ჩვენთვის, იმდენად დიდი დოზით იყო და უკონტროლო იყო შესაძლებელია. და თქვენ წარმოიდგინეთ, სიხარულთანაც კი შეიძლება რომ ასეთი რამ იყოს. მაგალითად, ბავშვი გახარებულია დარბის გამოხატავს ახლა ამას რა თქმა უნდა ექსპრესია და გამოხატვა ბავშვის არ არის აუცილებელი რომ იყოს ისეთი რომ მოგზალებით იღიმოდეს და იჯდეს სავარძელში ჭკვიანად. თუ ბავშვი დახტის გადადის ყირაზე, იმიტომ რომ უხარია. მშობლისთვის ეს პრობლემა არის, დაღლილი მოდის და ამბობს რომ რა არის ეს კაცო რა დაატვინი ამხადე, გაჩვენი დაჯიქი ნორმალურად. ანუ მასში უკვე დაჯდა ის რომ როდესაც ის მას უხაროდა, მშობელი არ იყო ამით იკმაყოფილი, ამიტომ რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის პრობლემა იყო სიხარული. ამიტომ ყოველთვის ცხოვრებაში ექნება სიხარულთან და სიხარულის გამოხატვასთან და სიხარულის შეგრძნებასთან უკვე შფოთვითი დამოკიდებულება. ანუ ყოველთვის როცა რაღაცა სასიხარულო იქნება, ის ეძებს საბაბს იმისთვის, რომ ეს სიხარული არ განიცადეს, რომ მას არ ეკუთვნის ეს სიხარული, ეს არ არის ნორმალური, იმიტომ რომ უსაფრთხოება ერღვევა ამ დროს, როცა მხიარული არის, ხო? ძალიან ნაცნობი მოდელია ასე, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს. რისი თქმა, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მარტო შიშთან ჰქონდეს შეზღუდვა და გაბრაზებასთან. შესაძლებელია შეზღუდვა ადამიანს ჰქონდეს ისეთ შეგრძნებასთან, მაგალითად როგორც არის სიხარული, ხო? ასევე მეორე ესეთი გავრცელებული, რა ვიცი, არანორმალური წარმოდგენა არის, რომ ქალები არ ბრაზდებიან. ქალები ბრაზდებიან, კაცებს ეშინიათ. ყველას ყველაფერი გვაქვს და ნორმალურ ადამიანს ყველა 6 შეგრძნება ბიოლოგიური რაც არის, უნდა გქონდეთ ეს განცდილი რა არის, უნდა განიცდიდნენ ამას და აქვთ ეს თავის პრეისკურანტში. რა არის ეს არის შიში, ბრაზი, ზიზღი, სევდა, სიხარული და მე-6 რომელიც ყოველთვის მომეწყდება ხოლმე გამახსენდება და ვიდეოს განმავლობაში გეტყვით. გაკვირვება. ოკეი, გაკვირვება, მიგარნახეს. ხო, ეგ არის. ხო, ყველაფერი ეს გაუცება გაკვირვება, კი ბატონო. ყველაფერი ეს ყველას გაგვაჩნია და აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ამას განვიცდით ადეკვატურ სიტუაციაში. შემდეგი, იყავი მამის ბაბუის მსგავსი ატარე, მისი სახელი ღირსეულად. ხო, ესეც ძალიან საინტერესო გარემოება. მაგალითისათვის, ბავშვი იბადება ოჯახში, სადაც არის დიდი სურათი მისი გარდაცვლილი ბაბუის ან ბებიის. შესაძლებელია მამამ მშობელიც იყოს ეს, ხო? რომელიც ამ ბავშვს ერთ არ უნახავს ეს კაცი თვალად და იმდენად პატარა არის, როდესაც ეს ნარატივი იწყება, რომ ნორმალურად ბაბუა ბებია რას ნიშნავს, ისაც კი არის ან რაღაცა წინაპარი რას ნიშნავს. მაგრამ ის იზრდება ამ დიდების ქვეშ და მისგან მოითხოვენ, რომ იყოს ღირსეული მატარებელი ამ დიდებული ადამიანის სახელის. ანუ მისგან მოითხოვენ, რომ იყოს ისეთი, როგორც მან საერთოდ არ იცის ის ვინ იყო და როგორი იყო. ანუ გახდი ისეთი, როგორი არ ვიცი, დაახლოებით ეგ ჯდება ამ დროს ბავშვის. ყველაზე სხვა შორის ერთ-ერთი მძიმე გარემოებაა ხომ ესეთი ცნობილი ადამიანების შვილები, ცალკე სტატია არის პიროვნულ განვითარებაში და ფსიქოლოგიაში. არაერთი შემთხვევა მქონია მაგ დროს, აი ზუსტად ეს დამღა არის ხოლმე მაგ დროს და ეს ამ დროს ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება მშობელს და ამზელ გარემოს, რომ ამ ჩრდილის ქვეშ ბავშვი არ მოხვდეს და ძალიან რთულია რომ არ მოხვდეს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მთელი სოციუმი ამას განახშენ, აი იმის შვილი ხარ, ეს დიდი ადამიანი და ნუ მე გინდა არ გინდა უკვე ამხელა მარკერი გაქვს რაღაცა და ამხელა ზღვარია, რა ზღვარსაც უნდა მიაღწიო და იმისი ღირსეული შვილი და შვილიშვილი უნდა იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ თავისუფლად განვითარების საშუალება არ გეძლება. რომ არაფერი თქვათ იმაზე, რომ ძალიან ხშირად ამ დროს ითხოვენ ხოლმე, რომ იმავე პროფესიაში იყოს, მაგალითად და პირდაპირ საქმიანობის დონეზეც კი გააგრძელოს თავისი მშობლის, თქვათ, რაღაცა რაშიც მოღვაწეობდა მშობელი. ნუ გასაგებია, რომ ეს არ არის სწორი. რა გამოვლენებები შეიძლება ჰქონდეს ამ დროს ადამიანს? ბავშვი კარგავს კონტაქტს საკუთარ თავთან, საკუთარ შეგრძნებასთან, სხეულთან და შეიძლება რომ სხვისთვის ყველაფერი გააკეთოს საკუთარ თავისთვის არა. ბავშვი და შემდგომ უკვე ზრდასრულობაში იგივეს გაიმეორებს, იმიტომ რომ ბავშვობის მოდელია ეს ბუნებრივია. რას ნიშნავს ეს? ერთადერთი რაც ბავშვმა გაიგო, რომ რასაც თვითონ განიცდის, როგორც თვითონ არის, ეს არ არის მისაღები, უნდა გახდეს რაღაცნაირი სხვანაირი, ის არ ვიცით როგორ უნდა გახდეს, მაგრამ გაიგო რომ მისი შეგრძნებები არ არის ნორმალური და ლეგიტიმური.
ამიტომ არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ეს შეგრძნებები მომავალში განიცადოს. შესაბამისად, ის კარგავს საკუთარ თავთან უკვე კავშირს და საკუთარ შეგრძნებებთან ახლა რადგან ვისაუბრეთ. თუ არქეტიპულად ვისაუბრებთ, ეს არის კარგავს საკუთარ წამყვან არქეტიპთან კონტაქტს და იწყებს სხვა მისთვის უცხო არქეტიპის განვითარებას და იმის ზეგავლენის ქვეშ ექცევა უკვე და მძიმდება ინტერვენციებით. ვინც არის ჩვენთან ტრენინგებზე ნამყოფი უფრო კარგად გაიგებს ამას. ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი რამ, რომ წამყვანი არქეტიპი, ანუ გენეტიკურად განპირობებული ჩვენი მიდრეკილებები, ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებები, ჩვენი ბუნებრივი ნიჭიერება, ვთქვათ ასე, რომელიც არის ჩაკერილი გარკვეულ არქეტიპში, ამასთან კონტაქტი საერთოდ არ მაქვს. იმიტომ რომ ეს უარყოფილი იყო ჩემ ოჯახში, არ იყო მიღებული ასეთი ქცევა და ვიწყებ განვითარებას ჩემთვის უცხო არქეტიპების. და როდესაც არ დგება ხოლმე საკითხი, რომ რომელია ჩვენი წამყვანი არქეტიპი, ხო, არის შემთხვევები, როდესაც ეს ახლა თუ პირველ ადგილზე არ უყენია, ვთქვათ ადამიანს ჩამონათვალში, ხო, რანჟირების ტექნიკაში, რომ პირველ სამეულში მაინც არის, მაგრამ მქონია და არც თუ იშვიათად შემთხვევა, რომ წამყვანი არქეტიპი შეიძლება მე-9 ადგილს ეწეროს ადამიანს. იმდენად საერთოდ არ კონდეს კონტაქტი ამ არქეტიპთან და არის ტექნიკები, მე როგორ მიდის ადამიანი ამ თავის ბუნებრივ მდგომარეობასთან, რომელიც დაითრგუნა ბავშვობაში, ხშირად ძალიან პატარა ასაკში ეს საკითხი უკვე სრულდება ხოლმე. სადღაც 3-6 წლამდე ის უკვე კარგავს საკუთარ არქეტიპთან, წამყვან არქეტიპთან კონტაქტს. წამყვანი არქეტიპის დადგენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მისია ყოველთვის არის წამყვან არქეტიპში, ანუ ადამიანს რაღაცა, რაშიც გამორჩეულად ნიჭიერი იქნება, ყოველთვის არის მისი არქეტიპული პრეისკურანტიდან. და ყველა არქეტიპს აქვს თავისი ესეთი პრეისკურანტი, რა გამოსდის კარგად. ნარკვევი საკითხებია, პირდაპირ სქემატურად არის ჩამოწერილი ყველაფერი და შესაბამისად ამ სქემაში ეს ადამიანი უფრო ბევრად წარმატებული იქნება. ეს არის მიმართულებებიც მაგალითად, ხო? პროფესიული მიმართულებები შეიძლება იყოს და არა მარტო პროფესიული მიმართულებები, ზოგადი აღწერილობა, რა დარგები და რა სპეციფიკები გამოვა ამ ადამიანს კარგად. ვიღაცისთვის მაგალითად, ვიღაცის დახმარება არის ნიჭიერება, ვიღაცისთვის სტრატეგიული აზროვნება არის ნიჭიერება, ვიღაცისთვის ტაქტიკური და თანამიმდევრული სვლებიანი ნიჭიერება და ანუ ეს გამოვა ყველაზე კარგად და ვიღაცისთვის მაგალითად სისტემური აზროვნება და სტატუსური საკითხები და ასე შემდეგ, ხო? ანუ მეოთხე კვადრატი უკვე რაც გვაქვს. შემდეგი დებულება ეს არის და გამოვლინებები ეს არის, რომ ხო, ნუ არ არის გულწრფელი, რადგან არ იცის რა უნდა, თამაშობს კარგი გოგოს ან მართალი ბიჭის როლს. ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი დიდი ტრაგედია არის ხოლმე და ის რომ ხშირად ვამბობთ, რომ იყავი გულწრფელი, ხო, ეს არის მთელი პრობლემა. კომუნიკაციაში ეს უდიდეს პრობლემას ქმნის. იმიტომ რომ ადამიანი განიცდის შინაგანად რაღაცა სხვას, ვერ აიდენტიფიცირებს საკუთარ შეგრძნებებს, ანუ ვერ აიდენტიფიცირებს საკუთარ სურვილებს და არის მორგებული სოციუმის ამ შემთხვევაში სხვის სურვილებზე. ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტის საფუძველი იქნება. რომ სადამდე უნდა იყოს ეს ყველაფერი, ხო? ეხლა მეორე მხრივ შევხედოთ უკვე მეორე ადამიანის მხრიდან. მე გეუბნები რომ გინდა შენ რაღაც ამის გაკეთება, მაგალითად, შენ მეუბნები კი. სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მე უარს ვერ მეუბნები და იმიტომ ამბობ ამას ან საერთოდ არ იცი რომ არ გინდა ამის გაკეთება, ხო? მაგრამ მეორე ადამიანმა საიდან უნდა გაიგოს და საიდან უნდა მიხვდეს. თუმცა არის უდიდესი საკითხი არავერბალური კომუნიკაცია. მაინც აქვს ადამიანს შეგრძნება იმისი, რომ ეს ადამიანი არ არის მასთან გულწრფელი. ეს ადამიანი რაღაცას სხვას განიცდის, სხვას ამბობს, სხვას აკეთებს და იქმნება ესეთი კონფუზია გარკვეულწილად და ეს კონფუზია ყოველთვის რჩება მე ურთიერთობაში როგორც ხინჯი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანები მეუბნება კის, მე არ ვიცი ეს კი არის, არა არის, კიდე არა არის თუ რა არის, ხო? მე უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო ამასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს გულწრფელობის პრობლემა. თვითონაც არ ურეგისტრირდება ხშირ შემთხვევაში, რომ ეს გულწრფელობა არის მან მთელი პრობლემა. როც ეუბნები არ ესმით ეს რა არის. ხო, არ ესმით, იმიტომ რომ უკვე აღარ იციან რა უნდა სინამდვილეში. ძალიან იტანჯებიან ეს ადამიანები ზუსტად ამ პრობლემის გამო. აქვთ ასეთი ტიპის ფიქრები, რომ რანაირადაც არ უნდა ვეცადო, ვერასდროს ვერ ვიქნები საკმარისი, ვერ ვასიამოვნებ სხვა ადამიანებს და შესაბამისად ვერ ვიქნები ბედნიერი და ყოველთვის შერცხვენილი ვიქნები. აი ესეთი მერე ჯაჭვი არის ფიქრების, რომ არასაკმარისობის განცდა. რაღაცა აი თითქოს დეფექტი მაქვს, აი რაღაცა მიუღებელი ვარ, საკმარისად კარგი არა ვარ, საკმარისად მომხიბლელი არა ვარ, საკმარისად ჭკვიანი არა ვარ. არ ვიცი და ეხლა შეიძლება ბევრი
ეპითეტი ჩამოვთვალოთ აქ, რომელიც ერთი მთავარი აზრი თუ საკმარისად კარგი არა ვარ, არის ესე შეკრული, ხო? და რა არის ეს? რას როდის უნდა გახდეს საკმარისი? იმიტომ რომ ეს შინაგანი კონფლიქტი არის ზუსტად იმის შესახებ, თუ რა მინდა მე და რა უნდა საზოგადოებას. გარკვეულწილად და ეს კონფლიქტი იქნება და ან წარმოდგენა იმის შესახებ რა მინდა მე და რა უნდა საზოგადოებას. ვიყოთ ერთგული საკუთარი სურვილების, ვიყოთ ერთგული საკუთარი თავის, მესმოდეს რომ ის რომ მე საკუთარ თავთან მართალი ვარ, არის ძალიან დიდი და ძლიერი мотиваცია ადამიანისთვის, რომ იყოს თანამიმდევრული თავის ქმედებებში. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეუძლია. მაგრამ აქ კიდე ერთი საფრთხე არის, რომ მესმოდეს რომ მინდა ის რაც მინდა და მართალი ვარ საკუთარ თავთან, ეგ უნდა იყოს მყარი მონაცემი. და არა ის რომ ერთ დღეს ერთი მინდა, მეორე დღეს მეორე მინდა, მესამე დღეს მესამე მინდა, იმიტომ რომ არ ვიცი რა მინდა. აი, ეს ძალიან რთული დამღარი. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული დამღარი, იმდან შეიძლება შედეგობრივად ხა არ არის ისეთი როგორიც არის მაგალითად მოკვდი არ იყო, რომელიც პირდაპირ სიკვდილზე არის პროგრამირება, მაგრამ თვითონ დეტექციისთვის, თვითონ ადამიანის რომ დაიჭიროს ეს მომენტი, ძალიან უჭირს ხოლმე და შეზრდილია აი ამ რაღაცნაირ ეს დიფუზიურ მდგომარეობას და ვეღარ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს როგორც ცალკე პიროვნებას, ცალკე სუბიექტს, რომელსაც თავისი სურვილები აქვს. პირდაპირ არის გადაზავებული ხოლმე სოციუმში. ძალიან ხშირად აქაც გვაქვს პირველი კვადრატი, ხშირად არის ხოლმე ეს პირველი კვადრატი, თუმცა შეიძლება მეორე კვადრატი იყოს ასევე ძალიან თავისუფლად, არქეტიპულად და ძალიან არიან ასევე დამოკიდებული სოციუმის მოსაზრებაზე. და ფლიზერობა აქ არის უდიდესი საკითხი, ანუ სხვას ვასიამოვნო და რის ფასად ეს ძალგა საკითხია. შესაბამისად, ცხოვრებაში ხშირად ირჩევენ არასწორ მათთვის წამგებიან სტრატეგიას, ადვილად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ. რა ძალიან ბუნებრივია და პირდაპირ მიზეზშედეგობრივად ებმება ამ დამყარს. მე თუ არ ვიცი რა მინდა, არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იციან რა უნდათ. ამიტომ როცა ხედავენ რომ მე ბუდობნოში დაკარგული იმასავით ვარ, ხო, რაღაც არსებასავით, ვინც დამიძახებს იქითკენ წავალ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნებიან ჩვენ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან კარგად და სასარგებლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენებენ. ამიტომ, ხო, ნუ ახლა ამაში შეიძლება თავისთავად არაფერი არის ცუდი, რომ ის ადამიანი ჭკვიანი გამოდგა, მაგრამ ის რომ ეს ჩემი სურვილების წინააღმდეგ არის, ეს არის აქ პრობლემა, თორე ხო რაღაცა კოლაბორაცია და ის რომ მე შენ მოგცემ რაც შენ გჭირდება და შენ მომცემ რაც მე მჭირდება, მაგრამ ცუდი არაფერი არ არის. ადამიანები საბოლოო ჯამში ასე იკვრებიან და ასე ქმნიან სოციუმს, რომ რაღაცა ურთიერთსასარგებლოების კომპონენტი ყოველთვის არის ურთიერთობაში და ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის. თავარი რომ მე ვიცოდე მე რა მინდა და არ ვიყო გზააბნეული, თქვათ იმასავით, ხო, ატომივით, რომელმაც არ იცის სად მოძებნის თავის თავშესაფარს. უჭირთ პირდაპირ და ადეკვატურად აზრის გამოთქმა და წინააღმდეგობის გაწევა. ეს რა თქმა უნდა ასევე ესე იქნება. აქ ხშირად გვაქვს ხოლმე ვერბალიზაციასთან პრობლემა, რაც აბსოლუტურად შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. საქმე იმაში კი არა რომ ამ ადამიანებმა ლაპარაკი არ იციან. აი რატო არის ხო მიდებმოდება არის ძალიან ხშირად ლაპარაკის დროს. აი რაღაც ერთზე დაიწყებენ, მეორეზე გადავლენ, მესამეზე გადავლენ და ბოლოს მესამედ პირველს ეწინააღმდეგება. ანუ საიდან დავიწყეთ და სად მივედით გაუგებარია. ხო ესეთი აი ძალიან გავს ხოლმე ეს ბოდიალს, აი რაღაცა თქოს ადამიანი ბოდიალობს, კი არ ლაპარაკობს და გასაგებია რომ ახლა საზოგადოებისთვის რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და არა სასიამოვნო და გარკვეული ესეთი სიგნალი იყოს თქვათ უკვე რომ ამ ადამიანმა არ იცის რა უნდა თვითონ და ამიტომ მისგან სარგებელი შეიძლება მაღალი არ იყოს თქვათ სამსახურში მაგალითისათვის ხო რატო ხდება ეს იმიტომ არა რომ ამ ადამიანებმა ლაპარაკი არ იციან იმიტომ რომ არ იციან რა უნდათ ამიტომ თითქოს აი ამ ვერბალურ რაღაცა ნაკადში იქ ეძებენ რა უნდათ და ვერ პოულობენ. ანუ მთელი მათი ცხოვრება არის აი ამის ძიება, ვინ ვარ მე და ამაზე მუდმივად კითხვის ნიშანი არის და ვერასოდეს თითქოს ამას პასუხი ვერ გაეცა. აი ესეთი შთაბეჭდილება გრჩება ხოლმე, როცა ამ ტიპის ადამიანებს უყურებ. რა უნდა გაკეთდეს ახლა აქ? ძალიან ხშირად ეს არის თანდები ნუდამღის რომელსაც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ და კომპლექტაციაში ზის ასევე ჩემო პატარა დამღასთან, რომელსაც ვისაუბრებთ მომავალში. და თუ ახლა არქეტიპულად შევხედავთ ამ ყველაფერს,
არქეტიპული სქემა არის ასეთი, რომ ეს არის პრინცესას სქემა, არის პერსიფონას სქემა და მითოლოგიურად პერსიფონა, პერსიფონე მხოლოდ მაშინ გახდა ზრდასრული, როდესაც ის ჰადესმა მოიტაცა, ქვესკნელს ჩაიყვანა და ის გახდა ქვესკნელის დედოფალი. თუ ამ მეტაფორულ თხრობას გადავიდანთ რეალურ თხრობაში, მაშინ გამოდის ესეთი რამ. ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ ცხოვრებისგან სტრესი ბოლომდე, იმისთვის რომ ეს ზრდასრულობა გაიარონ. და არ უნდა იყვნენ ესეთ პალიატიურ ნორმებში, აი რაღაცა როგორც კი გართულდება შუა გზაში ამას ანებებენ თავს და მარტივ გზას მოულობენ ხოლმე, მერე იმასაც სადღაც შუამდე მიიყვანენ ისევ ანებებენ თავს და მესამე სცენარში შედა და ეს არასდროს არ მთავრდება ხოლმე. და საბოლოო ჯამში ეს განსაკუთრებულად კიდე ეხება ჰერმესის არქეტიპს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ უკვე არ ვიცი მე ზრდასრულდა ხანდასმულ, უფრო სწორად იქნება, ხანდასმულ ასაკში აღმოაჩენენ, რომ არც ოჯახი ყავთ, არც შვილი ყავთ, არც სახლი აქვს, არც მეგობარი ყავს, არაფერი არ ყავს და ყველაფერი შუაში აქვთ გაწყვეტილი. ურთიერთობებშიც და სამსახურშიც და სამსახურებრივადაც საკმაოდ ხელმოცარული ადამიანი შეიძლება იყოს. რა არის ეს? საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ უკან წამოვიდეს. საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ რაღაცა საქმე, ესე იგი, ბოლომდე არ მიიყვანოს. ბოლომდე უნდა როგორ გიხართ, დაიტვირთოს თავი ამ სტრესით და სტრესი უბიძგებს მას იქითკენ, რომ გავიდეს ამ გვირაბის ბოლოს. აი, თითქოს სულ გვირაბის შუაში ჩერდებიან. იმიტომ არ არა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ხედავენ, ძალიან ოპტიმისტი ხალხი არის, როგორც წესი. ძალისხმევა არ ყოფნით. რატომ? და ყოველთვის ვიღაცის იმედი აქვთ ხოლმე, ხო? ვის გამოც გახდნენ სხვები. ამიტომ აი ყოველთვის ამას უბრუნდებიან ისევ პერსიფონა დემეტრას სქემა გვაქვს, ხო? დედაშვილის სქემა ასეთი. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ გზა არის მხოლოდ წინ და გამოსავალი არის მხოლოდ გვირაბიდან გასვლა. არაჩვეულებრივი რომანი ამასთან დაკავშირებით თქვია მიწისქვეშა რკინიგზა. სამწუხაროდ ეხლა ავტორს ვერ გავიხსენებ, უბრალოდ მივუთითებ მერე თვითონ ამ ვიდეოს ბმულში ბოლოს განათარგმნია ქართულად, ეს არის ზუსტად აი ამ დამღებისთვის ძალიან სპეციფიკურად დამახასიათებელი რომანი თავისი განვითარებით და ჩემი რჩევა იქნება, რომ წაიკითხეთ ეს და ასევე გავაცნობიეროთ ეს დამღაც. მე ამით დღეს გემშვიდობებით, ტრადიციულად ადრეში კიდევ ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ უკვე შემდეგი დამღის აღწერილობით. წარმატებულ კვირას გისურვებთ.